საქართველოს უკან რუსეთის ხაფანგში ირკვევა, რომ ოკუპანტის ენერგოკომპანია გაზპრომმა 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40-ზე მეტი პროცენტით გაზარდა. სანამ ცივილიზებული სამყარო კრემლის რესურსებს ბოიკოტს უცხადებს, საქართველოს რუსულ გაზზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება. თავად გაზპრომი ამ მონაცემებით ამაყობს და პარალელურად ისტორიულ გარდატეხაზეც საუბრობს. გასულ წელს პირველად ისტორიაში რუსეთმა ჩინეთს უფრო მეტი გაზი მიაწოდა ვიდრე ევროპას. რას ნიშნავს ეს მოცემულობა ჩვენთვის? ვუბრუნდებით თუ არა იმ პერიოდს, როდესაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება მთლიანად მოსკოვის კეთილნებაზე იყო დამოკიდებული. გიორგი კიკაბიძე მოისმინა შეფასებები ამ თემაზე, ის უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. დიახ ლუკას, ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის გაზრდილ მოცულობებს. გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყაზახეთისთვის, უზბეკეთისთვის და ყირგიზეთისთვის გაზის ექსპორტი 22.2%-ით გაიზარდა. მაშინ როდესაც საქართველოს შემთხვევაში ზრდა თითქმის ორჯერ მეტია. გაზპრომი არ ასახელებს მიწოდებული გაზის ზუსტ მოცულობებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ექსპორტი გაიზარდა როგორც კავკასიაში, ისე ცენტრალურ აზიაში. ბოლო წლებში საქართველოში რუსული გაზის იმპორტი თანდათან იზრდებოდა. შესაბამისად იზრდებოდა რუსული გაზის იმპორტში გადახდილი თანხაც. თუკი 2020 წელს თითქმის 37 მილიონი დოლარი გადავიხედეთ, 2024 წელს ეს დაახლოებით 146 მილიონი დოლარი იყო. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაც ოცნების რეჟიმმა აღიარა. საქსტატის თქმითვე, 2009 წლის შემდეგ ბუნებრივ აირში საქართველოს რუსეთს უფრო მეტი გადაუხადა ვიდრე აზერბაიჯანს. 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოს რუსულ გაზში 100 მილიონზე მეტი გადაუხადა ოკუპანტ რუსეთს, აზერბაიჯანს 82 მილიონი დოლარი. ცნობისთვის, საქართველოს 2026 წელს აზერბაიჯანთან ეგრეთ წოდებული სოციალური გაზის ხელშეკრულებას ვადა ეწურება. სწორედ ეს მექანიზმი უზრუნველყოფდა შიდა მოხმარებისთვის დაბალ ტარიფს, ასევე წარმოადგენდა სოციალური სტაბილურობის ერთ-ერთ საყრდენს და საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის ბირთვიც იყო. ვიქნებით თუ არა რუსულ გაზზე სრულად დამოკიდებული და რა საფრთხეები არსებობს ამჟამად? ფორმულამ სწორედ ეს მთავარი შეკითხვები დასვა. ჩვენ სრულად მივექანებით რუსული ორბიტისკენ, მათ შორის გაზზე დამოკიდებულებით და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს კვლავ დაუბრუნდება თავისი სუვერენული არჩევანის დაცვის დღის წესრიგს, რუსეთი ისევ გამოიყენებს ამ გაზზე დამოკიდებულებას საქართველოს სუვერენული არჩევანის წინააღმდეგ იმ ფორმებით, რა ფორმებითაც ეს ყველაზე მწვავედ მე პირადად მახსოვს 2006 წელს, როდესაც გაზის გარეშე დავრჩით ყველა გარკვეული პერიოდი და შემდგომ გადაერთო საქართველოს აზერბაიჯანულ გაზზე. ეს იყო პირველი ეტაპი, ეს თავდასხმა და შემდგომ უკვე 2008 წლის აგვისტოს ომი, როდესაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის ოკუპაცია და ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღდგენა. ამიტომ რუსულ გაზზე დამოკიდებულებას აქვს ორი მდგენელი, ერთი არის ის, რომ რუსეთი თავის გაზს ყოველთვის პოლიტიკურად იყენებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომელიც აქვს თავისი სუვერენული არჩევანი და მეორე ეს არის ოკუპანტის სახელმწიფოს გაძლიერება ამ ფორმით მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მათ შორის კანონით არის როგორც ოკუპანტად გამოცხადებული საქართველოში. რუსეთთან დამოკიდებულების გაზრდა არის სახიფათო ნებისმიერი მიმართულებით, ეს იქნება პროდუქტი, ეს იქნება ნავთობპროდუქტები, ენერგორესურსები თუ ასე შემდეგ. სრულიად ცივილიზებული სამყარო. ევროპა მაქსიმალურად ცდილობს, რომ დაშორდეს რუსეთს, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი ენერგო რესურსებს იყენებს კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა არ არის რუსეთთან დაშორება, პირიქით პოლიტიკა არის მასთან დაახლოება, ის რომ ენერგორესურსების მიმართულებით ჩვენ გარკვეულად დამოკიდებულება გაიზრდება, რა თქმა უნდა, ამ იარაღს გამოიყენებს მისი პოლიტიკური მიზნებისთვის და მისი პოლიტიკური მიზნები საქართველოსთვის კეთილდღეობას არ ემსახურება. ივანიშვილმა გადადგა ეს ნაბიჯი და საქართველოს მიაბა პირდაპირ რუსეთს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ცხოვრება უფრო გაძვირდება, ეს ნიშნავს, რომ გაზის, ბუნებრივი გაზის ტარიფი კიდევ უფრო გაძვირდება და ნიშნავს იმას, რომ დაუბრუნდებით 90-იან წლებში, იმიტომ რომ რუსეთი ყოველთვის გაზს, ბუნებრივ აირს და ენერგეტიკას იყენებს როგორც პოლიტიკურ ბერკეტს. კომპანია გაზპრომი, პუტინის ომმა უკრაინაში აქცია წამგებიან კომპანიას და თუ ივანიშვილი გადადგავს ამ ნაბიჯს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის იქნება კრემლისთვის მაშველი რგოლი და მის მიიღებს დამატებით შემოსავალს ამ საქმიანობით და ქართულ ხალხს ამასობაში გაუძვირდება არა მხოლოდ ბუნებრივი აირის ტარიფი, არამედ გაუძვირდება მთლიანად ცხოვრება და ეს პირდაპირ დაკავშირებულია და კორელაციაშია სასურსათო უსაფრთხოებასთან და ფასებთან.
აქვე გეტყვით, რომ ამავე თემაზე ფორმულა დღეს სკანდალური ხელშეკრულების დეტალებს მოგიყვებათ. იმას, რასაც წლების განმავლობაში ოცნება საიდუმლოდ ინახავდა, კობახიზის ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა. დეტალები რუსული გაზის ფასისა და მოცულობის შესახებ ვრცლად 22 საათზე. ნამდვილ ამბავში ელისო ჯარიაშვილთან.